თბილისის ზღვაზე მაისის ბოლოს პირველად ნახე შტორმი. ცოტა ვიქანაო, ცოტა. შვიდ, თუ გაჩერდანავი. ძო. ვერ წარმოვიდგენთ თუ თბილისის ზღვასაც შეეძლო ასეთი გაბრაზება. შუაში. პირველი დღეები გადასაღები იყო საშინლად ცივი. მერე დაცხა ძალიან. საკმარისია ერთი წამით გაიხსენო, ვის თამაშობ, რომ მართლა ესე იყვნენ ისინი, რომ უბრალოდ შენ მორალს ვეღარ აკადრებ, რომ იქ რამეზე დაიწუწუნო, რომ ცხელონ, ან სად არის მაგის დრო, იმდენად აქტიური მუშაობა მიდის, როეც ვამჩნევთ ხოლმე ზოგჯერ რაღაც ბიოლოგიურ პრობლემებს, ზოგ ცხელ აქვს, სივაქვსი, არავითარ. თამაშობ ესე იგი ლევან გოგოლაძე იყო ესეთი პულემიოტჩიკი, ანუ ტყვიამქვევიება რა. და არის აბსოლუტური ფანატი ომის, რომელსაც მოსწონს ფაშისტების ხოცვა, არის უპირველ ხაზში იბრძვის. ცოტა უჟმური ადამიანია, სიტყვაძუნწი ადამიანია. და ეზიზღება ყველაფერი რა, გარშემო რაც ხდება. გმირი, ვისაც მე ვთამაშობ, რეალური პიროვნება ყოფილა. როგორ ხარ, პაპა? ირაკლი, შენ ახარ შვიდო. კარგად. აი, ყო თუ მამაც აღლებურა. ალყაში მომაქციე. არა, ყოფილი. რომელიც აი 4 შვილის გაწვევის შემდეგ ფრონტზე თვითონაც წავიდა. მათ საშველად, გადასარჩენად, სანახავად, უბრალოდ გულმა ვეღარ გაუძლო სახლში და ასე აღმოჩნდა ფრონტზე. 4 მყავს, ბიჭი. 4-ვე თქვენსავით ჯიუტი მოლაშვიდა. ჩემი პერსონაჟი არის ჩემხელა დაემთხვა ეს ასაკი კახელი გლეხია. ახელის ის გვავიწოდე. რომელსაც არავითარი საერთო არ ქონდა აქამდე ომთან. მერჩოთი დაიწყე, ვაიმე ეცა. ვაიმე მე თողმე. ხომ რა გიტო და რა საკეთე რა გიტო. და დაიწყებს ეს. უჩვენი ბესვრია. ანუ არის ვაღი დარდიმანდი ადამიანი, რომელსაც არავითარი სიბოროტე არ ახასიათებს გარემოსადმია. 1-2 დავიდე! მე მგონი სიარული გიჭის, ჰა? არა? შეგი არ გიჭის ამ გასიებული თავის წრევა. ეს პროექტი ძალიან შეუყვარდება მაყურებელს. Неплохо расположились. Да, капитан. ეს ნამდვილად უპირობოდ ბოლო დროის საუკეთესო სერიალი. ისე ერთი იცოდეთ. ჩემმა ასაკმა არ მოგატყუოთ. თუ გაგიბრაზდით და ხელი დაგავლეთ, ბერლინამდე გათრიოთ იქ.